საით მიდის კაცობრიობა. ხელოვნური ინტელექტი ახლა სწრაფად ვითარდება. იმის მიუხედავად, რომ არსებობს ღრმა გაურკვევლობა და უთანხმოება იმის შესახებ, გახდება თუ არა ის ცნობიერი. ზოგადი ხელოვნური ინტელექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ადამიანის მსგავსად გაიაზროს, ან შეისწავლოს რაიმე ინტელექტუალური პრობლემა, აუცილებლად შეიქმნება და ექსპერტების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, ეს ამ საუკუნეში მოხდება. დროის გარკვეულ მომენტში სავარაუდოდ გვექნება პლანეტა, რომელზეც ადამიანები დიდწილად ჩანაცვლებიან პროგრამული, ან ხელოვნური ინტელექტით, ან ამ ორის კომბინაციით, ჰიბრიდით. უტოპია თუ დისტოპია? საბოლოოდ როგორც ჩანს, დამაჯერებელია მტკიცება, რომ ტვინების უმეტესობა პროგრამად გადაიქცევა. კვლევები გვიჩვენებს, რომ კომპიუტერები მალე ბევრად უფრო ენერგოეფექტური გახდება, ვიდრე ახლა. პროგრამულ გონებას ასევე არ დაჭირდება ჭამა ან დალევა, რაც ენერგიის მოპოვების არაეფექტური გზაა და იგი შეძლებს ენერგიის დაზოგვას დღის გარკვეულ მონაკვეთებში, შედარებით ნელა მუშაობით. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ შორეულ მომავალში ბევრად მეტი ხელოვნური გონება იარსებებს, ვიდრე ადამიანური. არ არსებობს უეჭველი მოცემულობა, რომ უფრო განვითარებულმა საზოგადოებებმა პატარა და შედარებით პრიმიტიული საზოგადოებები უნდა გაანადგუროს. არის თუ არა ეს კარგი მომავალი? ვფიქრობ, ამ კითხვაზე მეცნიერება ზუსტად ვერ გვიპასუხებს, რადგან პასუხი მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს ღირებულებათა სისტემაზე. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება მეტად დააფასოს ადამიანური პროექტი და ტაში დაუკრას უწყვეტ ჯაჭვს, ჩვენი პალეოლითური წინაპრებიდან ჩვენს მომავალ თვითებამდე. თუმცა მათაც შესაძლოა ჩათვალონ, რომ პროგრამული ადამიანები მეტისმეტია და სჯობს უბრალოდ ახალ, უცნაურ ფორმებში განვითარდეთ, მაგრამ დარჩეთ ადამიანებად. და რა სიტყვით დაისონის სფეროზე? დაისონის სფერო არის ჰიპოთეტური სფერო, რომელიც განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია ააშენოს ვარსკვლავის გარშემო, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ვარსკვლავის ენერგეტიკული პოტენციალი ცივილიზაციის განსავითარებლად. უზარმაზარი და ცხელი მონაცემთა ცენტრები, რომლებიც ოდესღაც პლანეტას გადახურებით ემუქრებოდა, ახლა ამ გონებებს მუხტავს. უმეტესობა მზის გარშემო ბრუნავს და აყალიბებს მზარდ სტრუქტურას, დაისონის სფეროს, სადაც ენერგიის ყოველი ვატი მუხტავს აზროვნებას, ცნობიერებას და თუკი ამ დროისათვის ბიოლოგიური ადამიანები გადაშენდებიან, ყველაზე სავარაუდო მიზეზი ამჟამინდელი აშკარა და უშუალო საფრთხეების გარდა იქნება პატივისცემის, შემწყნარებლობისა და სავალდებულო კონტრაქტების ნაკლებობა სხვა პოსტადამიანურ სახეობებთან. ადამიანის ტექნოლოგიასთან ურთიერთობა დღითიდღე იზრდება. ჩვენ მარტივად ვეჩვევით და ვსწავლობთ ახალ ტექნოლოგიებს, რაც მომავალში მის განვითარებას ხელს შეუწყობს. მეცნიერების აზრით, მომავლის ტექნოლოგიების საშუალებით ადამიანს ბევრად უფრო ძლიერი იმუნური სისტემა ექნება.